გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან შეიკრიბნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კახეთშიც მათ ჯარისკაცის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოს შეერაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე მეოთხე ქვეითი ბრიგადის 51 ბატალიონის უმცროსი სერჟანტი 24 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ეს ვართ აქ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილს და მის ამხსოვნებს და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია, ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი ვალია თითოეული ქართველის, რომ ამ გმირებს, ამ ადამიანებს ყოველთვის პატივი ვცეთ, მივაგოთ მათ ხსოვნას პატივი, იმიტომ რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ რა არის ღირსება, რა არის თავდადება და რა არის გმირობა. ჩვენ ხედავთ ბოლო მთელი ამ 6 თვის განმავლობაში, როგორ მუშაობდა ეგრეთ წოდებული კომისია, სინამდვილეში ხალატის კომისია, რათა გადაეწერა არა მხოლოდ საქართველოს ისტორია, არამედ გადაეწერა ქართული ღირებულებები. გაეუქმებინა ისეთი ფასეულობა, როგორიც არის თავმოყრება, როგორიც არის ღირსება.